სამების დოგმატი ასე მაგრამ არ ჩამოვუწევ იქ უბრალოდ არის სულიწმინდა მარტივად წმინდა მამული ჩვენი გაგებით არის თავის დროის მოციქული იგივე სული წმინდა მოქმედებდა მაშინ ბასილი დროუპრის წმინდა არიანებს ხო იგივე სული მოქმედებს ბასილიაში როგორც მეთქე უპირის იგივე სული მოქმედებს ეხლა ეს სული როგორ გადაეცემოდა და როგორ ხდებოდა ამის ეკლესიურად თუნდაც მე შევხვდა ეხლა ვართ იმ ეტაპზე რომ გუნდების მეორე მხარეები ისაუბრებენ თავიანთ არგუმენტებს მოიხსენიებენ ანუ დამატებით ხო ნუ მეორე მხარეს ანუ მხარეს მეორე შევსვათ თუ ბიჭებს ეხლა ისაუბრებს რატე მე ისაუბრებ ლაშა და მე იქნება ჯვარენდინი დაკითხვა ანუ ერთმანეთს დავუსვათ კითხვას ანუ დიალოგი იქნება ალბათ შემთხვევა იქნება რომ აუცილებლად ერთმანეთს ვასწავლოთ და დავუსვათ ეს პოლიტიკა ხო ერთი ის დამოვიწყდა მეთქვა რომ იმ შემთხვევაში თუ ჯვარენდინი დიალოგი ყوارჯობია დავუსვათ კი ბატონო შეიძლება საკითხვა ცოტა თუ დარბაზში იქნება რაღაც არეულობა რომ ხელშეუშლის ჩვენს ასე ვთქვათ შეხვედრის მიმდინარეობას მე მაქვს უფლება წითელი ბარათის ამ შემთხვევაში იმედია არ გამოვიყენებ ამას როგორ გამოიხატება წითელი ბარათი გაზევებაში ძალიან რადიკალური მიგოვები ოთახის დაკავების მოწოდება წითელი ბარათიც მექნება მაშინ ამ შემთხვევაში აფრიკები შემოგვიყვება აი და რატის მოусმინოთ მე გადავწყვეტილ სიტყვასაც იგივე თემა ჩვენ გადავალობთ ვაღერებთ ღმერთს ჭეშმარიტებას და ეს შეხვედრით უცნაური აქამ თითქოს და უწნარ ლოგიკური ჯობებით მივიღეთ ანუ ვაღერებთ იმას რომ წესით ვერასდროს უნდა გავიგოთ ჩვენი ადამიანური ქონის მაინც როგორ წარმოჩეთ ჩვენთან ქრისტიანებს არა მარტო სასწაულო და მიუწვდომელი ღმერთის სჯერა არამედ ისეთი ღმერთსაც რომელიც ჩვენთვის გახდა ხელმისაწვდომი ყოველ მომენტში ღმერთი თავის თავს ამას სასრულ საგნებში მაგრამ ის არ გარკვევს საკუთარ უსასრულობას ერთ-ერთი ასის ნამდვილად შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, სწორედ ასეთი ღმერთის არსებობაა. უბრალოდ ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიყოთ დარწმუნებულები. წმენდა ხომ ერთგვარი ადამიანის მიერ საკუთარი შესაძლებლობის აღიარებაა. როდესაც ეს კედელს ეჯახება, ის იძულებულია დაეჯეროს და დაინახოს. და ალბათ სწორედ ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვახსენოთ სწორული განათქმა. წამს და აბსურდია. მას შემდეგ რაც გავდავალოთ მივიღოთ ასეთი ღმერთის არსებობა, შეგვიძლია ვისაუბროთ იმ საშუალებებზე, რომელიც ჩვენ რომლებთან ჩვენ ამას ვიგებთ მის შესახებ, მაგრამ ამავდროულად თავიდან უნდა აღნიშნოს, რომ ეს საშუალება არა თავად ღმერთი და მასში დამთავრების ობიექტი, არამედ სწორედ რომ მხოლოდ საშუალებებია, რომლითაც ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ, რა კი ისინი ჩვენს ხელთ აღმოჩნდა. როდესაც ჩვენ ვიყენებთ საშუალებებს, უნდა იქნება ეს წმინდა წერილი თუ წმინდა გამოცემა, ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჩვენი შესაძლებელი ადამიანები ვართ. მართალია ღმერთი ყოველთვის სრულად გვაძლევს საკუთარ თავს, მაგრამ ის ამავდროულად გვიძულებს არჩევას, რომ დავანახოთ ან ვერ დავანახოთ ის. წმინდა წერილი არ არის ესეც ჩამოვარდნილი, არამედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჭეშმარიტების ძიების ისტორია, რომელიც მაინც განპირობებულია ყოველივე იმით, რაც არის და ადამიანური. ამის აღიარება კი არა პრობლემა, რა კი უკვე ვიცით, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და მას ჩვენთან ურთიერთობას სურს. ნახეში გამოიქნებოდა იმის დაჯერება, რომ თავად წმინდა წერილის საბოლოო ჭეშმარიტება, ანუ ღმერთი ის მხოლოდ საშუალებაა, ჩვენ ღმერთის დაგანებას მოვახდენთ, თუ კი მას გამოიყენოს მხოლოდ დაწერილ სიტყვას დაუქვემდებარებთ და მას მოვხდით ჩაშოში მოვახდენთ. თუმცა აქ უნდა აღნიშნოს, რომ ამგვარი დამოკიდებულება გულისხმობს ყველა რელიგიიდან, თუმცა ეს არნიშნავს სინკრეტული ანუ ახალი რელიგიის შექმნას ცდილობას, რომელიც გულისხმობს ყველა რელიგიიდან ყოფისიდან მისი საუკეთესო ნაწილის აღებას და შეერთებას. ასეთ რამ ვერ გამოვა, მაგრამ ერთ-ერთი სიკრეტებაც შეგვიძლია არის ერთი მხრივ ღმერთის უსასრულობის, ხოლო მეორე მხრივ საკუთარი სასრულობის აღიარება. ამას კი მივყავთ ნეგატიურად ეწოდებულ აპოფათიკურ თეოლოგიამდე, რომელიც იმ მართლმადიდებლური ტრადიციის ნაწილია, რომელიც დღეს მივიწყებულია. მართლმადიდებლობა კი ნამდვილად ისნობს იმ თეოლოგიის წარმოადგენლებს, იქნება დიონისე არეოპაგელი თუ გრიგოლ ნოსწელი. Gata ინგლისელი ეპისკოპოსი, რომელიც ასევე მართლმადიდებელია, კალისტე უერი, ასე განმარტავს ამ მდგომას. უნდა ვთქვათ, რა არის ღმერთი, ასევე უფრო უნდა ვთქვათ, რა არ არის ის. საუბარია ღმერთზე ვარყოფის ამბის გამოყენების გარეშე, რომელიც აპოფათიკურ მდგომა ეწოდება. არასწორ მართლობას მიიღებს და ყველაფერი რასაც ვამტკიცებთ, რაც არ უნდა სწორი იყოს შორსითემოს სინამდვილესთან, თუ ვთქვით, რომ ის კეთილი ან სამართლიანია.
მაშინ უნდა დავამატოთ, რომ მისი სიკეთე და სამართლიანობა ვერ გაიზრდება ადამიანური საზონით. თუ ვიტყვით, რომ ის არსებობს დაუყოვნებელი, ვთქვათ, რომ ეს არ არის სხვა მრავალი ობიექტის არსებობის მსგავსი და შემთხვევაში სიტყვა არსებობას განსაკუთრებულ ნიშნულობა ენიჭება. ამგვარად, თუ ამ ტრადიციას დავაკმაყოფილოთ, მაშინ გვაქვს იმ დასკვნამდე, რომ ეკლესიის მიერ მიღებული დოგმატები და წმინდა განმცემები არის არა საბოლოო ჭეშმარიტება, არამედ ამ ჭეშმარიტებამდე მისვლის საშუალება. ესე კალისტე უაერს რომ მიმართოთ, რომელსაც ვაღერებთ, რომ მერცი შეუდარებდა ის ასე ამბობს, რომ როდესაც ვაღერებთ, რომ მერცი შეუდარება დიდია ყველაფერზე, საჭიროა ჩავთვალოთ ვისაუბროთ მასზე არა პირდაპირ, არამედ ხატოვნად. პროტესტანტიზმის მიერ ყოველ სოლასკეპტურას აღიარება, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამით დგომას არ გამოიწვევს ის მდიდარი ქრისტიანული ტრადიციის გათვალისწინებას, რომელიც არსებობს მართლმადიდებლურ თუ კათოლიკურ ეკლესიაში. თუმცა თუ კი გავთვალისწინებთ აპოფათიკურ თეოლოგიას, მაშინ დავინახავთ, რომ შესაძლოა საერთოდ არც ისე განწყობილი იყოს ამ საკითხზე დავა. რა თქმა უნდა, სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხალხთ არსებული ცოდნა, მაგრამ არ უნდა გავუძლოს, რომ თითოეულ ადამიანს პირადი ურთიერთობა გვაქვს მერთან, რომელიც შესაძლოა ჩვენ არ ვიცით არაფერი. ამგვარად ჩვენ შეგვიძლია ვიდაოთ იმაზე, თუ რომელია უკეთესი საშუალება მერთან დასაახლებლად და ასეც მოცემული ისტორიის კონტექსტის მიხედვით უნდა მოხდეს. მაგრამ თვალსწინებთ რა ღვთის განუზომელ სიბიადეს, კერვად არ მოვაქცევთ არც ტრადიცია, არც მეზერელი და არც თავად ეკლესია. როგორც ალექსანდრე შმემანი ამბობს, ეკლესია ხელახლა დავინახოთ სულიწმინდაში და სულიწმინდა ეკლესიაში. ჩვენ გვჭირდება არა სქოლასტიკა და მადლის გარეშე არის, რომელიც აქ მეტადა იქ კი ნაკლებადა, არამედ ეკლესია როგორც ზიარება სულიწმინდას. Coins no danașomis, danașomis, păi autorii s-asent Alexandru și mai care suren, danașomis, fiind das nu Dar trebuie să casă în doar. Aici ne am auzit. Să apucă să modit est cioare din dacă facem mult, da. Când așa o trebuie să fie. Da, mereu să oprot am asta. Ce probabil că n-ar avea. Anu хочу mereu. Eu știu că te rog, da. Բայց այս arguments და მე იყოს այս ჯვარედინი შეკითხვა. Բան, նույն դավազը զոհը դեպի թեմას կարգանացումը շեվախები, ან მე კიდე ერთხელ მინდა დავწერო. Կոնսტիտუცია მოპანილი. აპარტამენტის არგუმენტები ჩვენად ვისაუბრეთ, ეს ყოველთვის გასაგებია, მაგრამ ფაქტით შევეითინა. ეკლესია არის ერთი და არის ერთი, მხოლოდ ერთია ჭეშმარიტების და არა მრავალი. ამიტომ აქედან გამომდინარე, მე მიშლება ესეთი სული, ესეთი კითხვა მასე. ეკლესიური თემა ძალიან ესეთი კინოური თემაა ზოგადად პროტესტანტიზმისთვის, იმიტომ რომ მე პირადად რამდენიც ვიძია, რამდენიც ნახე, ძალიან მიჭირს უბრალოდ პაპარა მნიშვნელობა არის ბაპტისტური ეკლესია იქნება 50 ადვენტისტები. მისი დაკავშირება რამდენად მოციქულთა იმ ეკლესიასთან მოციქულმა დაარსეს. თუნდაც ვაუბრობთ ელემენტარულად კლასიკურ პროტესტანტებს, როგორც არის ლუთერანი, ხო? მე პირადად ლუთერანთა შეხვედრებოდა და მისაუბრებდა და ისინი ზოგადად ნეოპროტესტანტული ქვიეს, ნეოპროტესტანტული ბაპტიზმი იქნება თქო ამერიკაში ადვენტისტების სკოლა თანამედროვე პროტესტანტული მიმდინარეობა ათული მაჭეშმარიტ პროტესტანტები. ამ ზოგადად მე შეციტყობის გამიგე ხარ მინდა ვახსენოთ უბრალოდ. ამიტომ აქედან მე მიჩნდება ესეთი კითხვა, როგორ ხდება თქვენ, აი როგორც მოწონა ადამიანი, რომელსაც უცხოელს ძირად იესო ქრისტეს, უცხოელს ცდილობთ რომ მას აკმაყოფილოთ, თქო, ხო. აი ეს კითხვა თუ გიშდება და თუ გახსენებთ ეს ანუ ჩაძებდა ამ საკითხს, რომ როგორ უკავშირებთ თქვენ ეკლესიას რეალურად იმ ეკლესიას, რომელიც დააფუძნა იესო ქრისტე. ან როგორ ხდება, რა კრიტერიუმით შეიძლება თქვენ ეს ახსნათ გამოვიმართოთ და გავუგებინოთ. თქვენ ხო დაწუნებული ბრძანდებით თქვენ სადაც ხართ ჭეშმარიტად თქვენ ძალიან როი თქვენ რელიგიური ორგანიზაციის და იმის რო თქვენ ჭეშმარიტად ჩვენ ერთის კეთილების ჭერა. უნდა შეიძლება დავუწყო რომ არა, მიხდით, მე სკოლას ისე იმაში გადავდივარ. კი ბატონო, მე ის კეთილების ვთქვათ, მე იეჰოვას მოსწავლე შეხვედრილა და მათაც არა, თქვენ ეროკეთ პარალელს სულაც არ გამიგა. იეჰოვას შედარება ჩემს არა, ისე ვიცი, უცხოელობა არ არის კრიტერიუმი. უცხოელად ვერ ადამიანს სამდა, უცხოელად ხალხს სამდა, თქვათ სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობებს, ხო? დღესაც ამხო კომუნიზმის გამო ხალხი თავსიყვარდა და თავსიყვარდა. აქ არის უბრალოდ ერთ კონკრეტულ თემაზე ვისაუბრებ და გავარკვევთ, როგორ უკავშირებთ დღეს
ჩვენ როგორ დავუკავშირებთ ჩვენ ამ სამგეცნიერს და თქვენ უნდა მოგითხოვ კაიგადობით რომ ამიცნო როგორ თქვენ რეალურად როგორ უკავშირდებით იმ ეკლესიას რომელიც დაარსა იესო ქრისტე აი ეს რომ ამ თქვენი მოხსენება გამოვიდა აი პატარა ანალიზი გავუკეთე ის თავისთავად შეგვიძლია და განზოგადება ხდება ამ თემებს და აბა ის მეტყველებაზე მოვაპარაკეთ გასაგებია ჩემთვის მარტო ეს არ არის მეკოს რაღაც კონკრეტულობის მოყოლება ჩემი საუბრის ბოლოს ეს ფუნდამენტი განონი არის ამი კონტრამონტი აი ეს კითხვა მაგრამ რამენად იქ გამგაყეთ ერთმანეთს გავაგებინოთ ზოგადად რა კრიტერიუმი ჩვენ ლაპარაკობთ ზოგადად და კონკრეტიკაზე არ გვაქვს რა კრიტერიუმები თქვა თქვენთან მოვა ადამიანი და კითხავთ აი იმ ეკლესიის წევრი ეკლესიის წევრი თქვენ ზარდებით რა კრიტერიუმით არის ეს ჭეშმარიტება ჩვენ როგორც პეტრემოს სულიძაკს უნდა ვალდებული ვართ ზოგადად რომ ასოთი გავცეთ ყველას მოთხოვს ასო ჩვენი წვენის შესახებ ანუ ეს ამ თემას შევეხოთ იმ დროს როგორ გამოდი ჩვენ რაღაც გარშემო დავდივარ საკითხის მესმის ის ყველაფერს გაიგეთ მაგრამ მინდა რომ აი უბრალოდ მაშინ კონკრეტულად რომ მოვიდეს ადამიანი კითხავთ რატო არის ზნდების მართლები აი რატო აირჩიეთ თქვა თქვენი ეკლესია და რა შეაეთაყვეთ ამ ეკლესიას ამის განმარტების საშუალება ხო არსებობს ხო გაქვთ რაღაც არგუმენტი თქვა რატო არ ხართ ეს მართლობი ეკლესიის წევრი და რატო ხართ თქვა ბაპტისტური ევანგელისტური ეკლესიის წევრი რომელსაც ну კლასიკურ ბაპტისტებიდან უკვე ის მედიცინო რაღაც უფრო გაშტოება რაღაც ორთოდოქსულად მოძრაობა საქართველოს წესში და ხო რა კი არა აგეთ ახლობიან თუ რაღაც მეორე მხარეს ხო ხეს პრინციპი და როგორია ანუ აი ეს ზოგადად ამის პრობლემაც არა მაშინ მემორჩი აკერაც ოჩით გადავიდეთ აი ესე ჯვარები ხოლმე კონკრეტულად კი ბატონო ეს უნდა აღინიშნა ახლა ამ საუბრის დროს ჩემი აზრით ჯობია რომ მართლა რაღაცა კონკრეტულად ვისაუბროთ ალბათ აი ეს ამოსავალი წერტილი მეც კიდე წერტილიდან უნდა ვეძებოთ იმიტომ რომ კიდე წერტილი ორივე მხარესთვის არის მნიშვნელოვანი თემა და საიდან არის ეს კიდე წერტილი გამოცემა უნდა ჯეროდეს აღჯეროდეს თუ რა არის ნუ აი უფრო რაღაც კონკრეტულად და მიცეთ ამ საკითხს მე ვარ მართლა ნეიტრალური არც ერთ მხარეს ამჯერ მე შეიძლება კითხვა დამიშეს როგორც ერთ მხარეს ისე მეორე მხარესთან შეკითხვა შეიძლება და კი რა თქმა უნდა და ძალიან ხო თქო აი კონკრეტულად ეს მოშველიება და კი ბატონო მოკლედ 7 წუთი არის განკუთვნილი და ძალიან ხო რომ დავიცვათ რა იცით რომ ხო ერთმანეთს ვაცადოთ რომ როგორც ერთი მხარე ისაუბროთ თქვა ერთი წუთი დაახტეთ მეორე მხარე ასე უფრო ერთი თქო ჩვენ დავსვამ კი ბატონო ეს მომენტი რა ის საუბრის დროს ისე გამიგდება როგორც შეიძლება ხოშული იმის მიზეზი და გავუწევთ ამ ეს რაღაც შევაჩერდ რომ ნორმალ დიალოგი დავამოწმოთ. კი, აუცილებლად. მე მინდა რომ კიდევ ერთი რაღაცა თქვა, აი უფრო თავისუფლად და რაც მე ცოტა შეიძლება აი ფორმატ შეხული არის რაღაც ისე როგორც მოეშვა. კი, ისტორიოს შეიძლება შეიძლება. მე ძალიან ხარ. კი, 7 წუთი ჩაიქვა ამისთვის. აი ლაშამ კონკრეტიკაზე ისაუბრა და ორივე ლაშა თქვია და ცოტა არა მოკლედ ასეთი შეკითხვა მაქვს პროტესტანტიზმზე ბაპტიზმს რაც შეეხება ჯონ სმითი იყო ერთ-ერთი ინგლისელი ვინც საკუთარი თავი მოინათლა ეს თვითონ ბაპტისტის ისტორიკოსები წერენ ამას საკუთარი თავის მონათლა თუნდაც თქვენი კრიტერიუმებით პროტესტანტული კრიტერიუმებით არც პროტესტანტული სოლოსკრიპტურით და არც გარდამოცემით რატოზაზეც აღიარებთ თქვენ გარდამოცემას თქვენ თემს გულისხმობთ კონკრეტულად ამ შემთხვევაში არ დასტურდება თვითნათლიობა როგორც ქრისტიანობის ასე ვთქვათ პრაქტიკა ჯონ სმითი რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი ბაპტისტი რომელსაც საკუთარი თავი მოინათლა და ჩაუყარა საფუძველი ბაპტისტური მიმდინარეობის მეორე ვერსია არსებობს ბაპტისტური მიმდინარეობის ანაბაპტისტებისგან ეს იყვნენ ის რადიკალი რეფორმატორები გასპარ კრენტვილი და სებასტიან ფრანცი და თომას მიუნსტერი რომლებიც დაუპირისპირდნენ მარტინ ლუთერს და საერთოდ უარყოფდნენ ყველანაირ ტრადიციას ანუ თუ ჩავიხედებთ ბაპტიზმის ისტორიაში ფუძემდებლები მამამთავრები ძალიან არასწორ საფუძველს უყურებენ ჩვენი შეკითხვა ასეთია როგორ შეიძლება მათი მემკვიდრეობა იყოს ჭეშმარიტებაში მოძღვრებითად ყველანაირად ზნეობაზე ავსაუბრეთ ჩვენ ლაპარაკობთ
როგორ შეიძლება იყოს ჭეშმარიტებაში ის მიმდინარეობა, რომელსაც საფუძველი არაბედლიური და არა გარდამოცემადი და გარდამოცემაზე დაფუძნებული გააჩნია. რა ვიცი, როგორ შეიძლება ცნობილ ადამიანში ის მოსმეთ, რომელიც შესულთული. საფუძველში არასწორი იქნება, რომ ჩვენ უდესმე რაღაც შეგვეცნო. რაც ჩვენში თავიდანვე არ იქნება მართალი, რაღაც გასაკრებულ თქვენ ჩამოთვალეთ, რაც მე უნდა ვაგერო კადად არც ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ ამ ისტორიას მიშვილენ დავთვლით. შესაძლოა რაღაც თქვა ექსცენტრული იყო, მაგრამ რატომ არ მნიშვნელოვანია თქვენი დაფუძნების წარმოება? ვფიქრობ, რომ ამ ჭეშმარიტება არა დამკვიდრებული იმაზე, ვინ დააფუძნებს. იმიტომ რომ ჭეშმარიტების წყარო არის ღმერთი. ღმერთი ვისი მეშვეობით მოხდებს უცხოში. არა, საფუძველი ეკლესიის პროდუქტია. არა, ერთმანეთს ვსაუბრობთ. ეკლესიის მეშვეობით მოხდებს. მე ვფიქრობ, ღმერთი კიდევ ეცხადება ადამიანს და ამას კიდევ არა თავისუფლება ეკლესია იყოს რომ ჭეშმარიტების სვეტის საფუძველი როგორ არის? საერთოდ იმაში რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ადამიანი რომ იყოს ეკლესიის. როგორ? ამოცნობას ეკლესიის ჩვენ არ ვაღიარებთ. ჩვენ ხაზი გავუშვით რომ ტრადიციას პატივს ვცემთ რა. ეს არ თქო მხოლოდ ესეთი ლამაზი სიტყვები. ჩვენ ეკლესიამ ცხოვრებაში განახორციელა რომ ის რაღაც სადაც დაკავშირებული რეფორმები და ეს მართლა ასია თქო. ჩვენ ამ უცნობად არ ვაღიარებთ. ეს პრობლემა არის. თუ არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს. ანუ თქვენ როგორ მეგავიო ჩემ კითხვას უბრალოდ მომივიტანა. თქვენი თემის ან პრობლემა რაღაც კონკრეტული ქრისტიანული თემის წარმოება. ანუ რა არის თქვენთვის კრიტერიუმი იმის რომ ჭეშმარიტებაში გზნობთ? ანუ რა არის თქვენთვის რეალურად ჭეშმარიტების კრიტერიუმი? თქვენ ახლა ისეთ რაღაც თქვით რომ მაშინ მაინტერესებს უბრალოდ თუ ეკლესია უდრესი წმინდა წელი გვასწავლის ამას, მაგრამ თავი გავარდა. რეალურად მაშინ ამიხსენით რა არის თქვენთვის კრიტერიუმი ჭეშმარიტების? დავამატებ თუ შეიძლება. აი მოვიდა ადამიანი თქვენთან უნდა ქრისტიანი. ათასობით მიმდინარეობა და გეკითხებათ რატომ უნდა ვენდო თქვენს მიმდინარეობას? რას ეთქვა? ანუ აპოლოგეტიკის კუთხით შეიძლება. პრაქტიკულად რო ყველა დენომინაციას პროტესტანტებს ხომ ბაპტისტებს ყავთ, სერიოზული აპოლოგეტი თქვა ჯეიმს უაიტი ყავთ ამერიკაში, რომელსაც მე ვუსწრებდი და ძალიან საინტერესო პიროვნება. ბაპტისტებში არსებობს ზოგადად პროტესტანტების აპოლოგეტიკის თემა, და ყველას ჭირდება, ყველა რელიგია ჭირდება აპოლოგეტიკის სხვადასხვა კუთხით და აი თქვენ როგორც აი აპოლოგეტიკური კუთხით როგორ განგვიმარტავდით იმ კრიტერიუმებს, რომელსაც შეიძლება თქვა ახალმოსვლადანეს დააჯეროთ თქვენ ხარ ჭეშმარიტებას და თქვა კათოლიკები და მართლმადიდებლები არ არის. კარგი. ან ჩვენს ეკლესიაში აქვს თქვა ოფიციალური დონის გამოვიდა პროზელიტიზმი და ეს ხდება იმიტომ რომ ჩვენ გადამწყვეტად არ ვთვლით იმას რომელი ეკლესიას ეკუთვნის ადამიანი. ჯერჯერობით ხოლმე ქრისტიანობის ვისაუბროთ, ეს შეუძლია ჩანდეს, მაგრამ ჩვენ არ ვცდილობთ მართლმადიდებლობის მართლმადიდებელი ადამიანის მოწევა ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენ რომ ის ტრადიციის ნაწილია. ჭეშმარიტების ტრადიციის ნაწილია ისე როგორც ჩვენ. შეიძლება ჩაგიკითხოთ უკაცრავად. თუ არ დამოიცნოთ რეფორმის გიხდით. ანუ კითხვა ესეთი იმაში, ანუ თქვენ თქვით რომ ყველა სხვადასხვა დენომინაციები, რაც ხაც ვისაუბრეთ აღარ კონკრეტული, ყველა იმყოფება ჭეშმარიტების და ყველა შეიძლება ადამიანი გადარჩეს. უბრალოდ კონკრეტული კონკრეტული კითხვა. აი ეს იმაზე პასუხი შეიძლება გასცემს. არა, ყველა არ გადაჩენილი ჭეშმარიტება არ არის მნიშვნელოვანი კათოლიკური პროტესტანტი თუ მონოფიტური ეკლესიის წევრები. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში სწორ გზას ვადგავ. ეს გასაკვირია შენს პირდაპირობაში. არა, მე მაგას არ თქვენი თემის პოზიცია მაინტერესებს. პირადად სუბიექტური არის ყველას რაღაც საკითხზე, მაგრამ მაინტერესებს თქვენი თემის პოზიცია. ვიქნები კათოლიკე, მართლმადიდებელი, ადვენტისტი, ბაპტისტი, ქარიზმატი, 50-იანელი, ევანგელისტი თუ ვინმე სხვა არ აქვს მნიშვნელობა. ჭეშმარიტების კუთხით თქვენთვის პირადად თქვენი თემის სწავლება როგორია ამას უნდა მე ვიტყოდი ასე რომ ჩვენ ამ იზოლებულები ვართ რაღაც ჭეშმარიტების ღმერთის ხატი ქონდეს პირდაპირ. და ეს და ეს რასაც ჩვენ ამოვთ იგივე
საინტერესო იყო ეს კალისტი უერის ნათქვამი რა ამბობ სამოთხარ რობერტი არსებობს ონა დაუნლოდი კალისტი უერის ნაშრომი საკითხული გვაქვს და სხვა რაღაც არა შეურაცხმოთ ან მიიღებთ რა უბრალოდ არა არქივი რომ მეკითხა მე უბრალოდ ასეთ რამეს ვქნა რომ არ ხდება გათვალისწინება იმისა როდესაც ჩვენ ამას როდის კალისტის უერი პროტესტანტი და ნახტომარხები ალბათ ნაკლია არა ამერიკანი იყო არა ზოგადად ამბობს ეს უკაცრავად ეს შეიძლება ამოწმო რომ დავასრულებ აზრი და ამასე გადავიდეთ მე ვიდეო არ ხდება ასეთი რამის გათვალისწინება შესაბამისად არის ძალიან სერიოზული მიდგომა ენისა და ადამიანები ენდობიან ენას და სიტყვებს რაც ანუ გასაგებია რა ყველანი რაღაც ამ მდგომარეობაში და აუცილებელი ბოროტებაა რომ ასე ვთქვათ ეს ენა კონდეს ჩვენ და რაღაც ჩვენ წარმოქმნილ გვაქვს რომელსაც ვახორციელებთ მაგრამ ეკლესიას მე ვფიქრობ რომ ასე ვთქვათ უნდა შეგვიძლია პარადოქსალურ მდგომარეობაში ცხოვრება როდესაც მას შეუძლია თავის წარმოქმნილ ფონდს მაგრამ ცარიელი ადგილი დატოვოს იმისთვის რაც შეიძლება მას ეწინააღმდეგებოდეს და ეს ცხოვრება ასეთი რისკია და უნდა გარისკო ჭეშმარიტებისათვის და შეუძლია იგრძნობა და შეიპირადე შრომით უნდა მიხვიდე ტრადიცია ვიშვის და რაც ეს ტრადიცია ავტომატურად არ გიშვებს შენი პირადი ნებელობა არასდროს არ არის გამორიცხული მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ჭეშმარიტების კრიტერიუმებზე რო ვთქვათ ჭეშმარიტების კრიტერიუმი ქრისტე მოგცა მან დააგუძნა ერთი ეკლესია და ჩვენ გვაქვს კრიტერიუმები როგორც ძალიან გარდამოსემაში კონკრეტიკამდე თუ დავყვანთ წმინდა წერილში. ჭეშმარიტება რა არის? შეგიძლია ამას ჭეშმარიტება რა არის? არსებობს თან შეუძლია თვითონო ერთია ჭეშმარიტება. რომელიც განგაცდა, დანახვადი გახდა, შეხებადი გახდა, რეალური გახდა და განზოგადებული კი არ გახდა, არამედ მისი განკაცებით ეს არის უნიკალური რამ მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობაში მოხდა რეალური განკაცება ღმერთისა, თუმცა წარმართობაში არსებობდა გამოვლინებადი განკაცებები მითოლოგიაში, არარეალური განკაცებები სხვადასხვა ღმერთებისა, მაგრამ რეალური განკაცება ღვთისა ხდება მხოლოდ ქრისტიანობაში. ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი. ანუ განზოგადებული არ არის ქრისტეს მოძღვრება. ყოველთვის არის კონკრეტული მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერ მივარ თუ არა ჩემი. მას არ უთქვამს რომ იქნება ათასობით მიმდინარეობა, რომელშიც გინდათ მიბრძანდით და გადარჩება. მან თქვა რომ მე დავახუძნებ ეკლესიას, ეკლესიებს არა, დენომინაციებს არა, ერთ ეკლესიას, რომელიც არის ქრისტეს წევრობა. ეს ეკლესია ზუსტად ეგ არის. ეს ეკლესიას ეკუთვნის. ერთია ნათლისღება, ერთია რწმენა, ერთია მოძღვარი. მე ვარ ჭეშმარიტების არნიშნავს რომ ერთ ეკლესიაში გადარჩება და სადაც მე ვარ ქრისტეში ვარ. შეიძლება ქრისტეში ნებისმიერი მიმდევრ ქრისტიანები ქრისტეში როგორ შეიძლება იყოს თუ არ ახალი მეცადა. შეგითხო, იცი ეს გამაში ასარსებობდა და ვერც მაგას გაითვალისწინებდა ქრისტე ფიზიკურად, იმიტომ რომ ქრისტეში ვარ ადამიანის ეს სადმომდათლები მაგას არნიშნავს. ადამიანის შინაგან ურთიერთობას ნიშნავს. აუ გამოდის რომ გვაქვს რაღაც ჯადოსნური ფორმა, რომელსაც გავიმეორებთ და ამის მეშორირება ჯადოსნური. არა, გასაგებია, თქვენ ამას არ მოხდრობთ, ზედაპირულად ასე ჩანს. გასაგებია, ამას შეიძლება თქვენ თვითონ. ეგ ჯადოსნური ფორმულა და ავტომატური ცხონება მართლმადიდებლობის აბსოლუტურად აბსურდულია. ან გასაგებია, ამ საქმეებზეც არ პროტესტანტიზმისთვის არის ცხონება მომენტალური აქტი, მართლმადიდებლობისთვის ეს მთელი ცხოვრების პროცესია. ეს არის კარდინალური სხვაობა. მარტინ ლუთერის დოგმატი იყო. ირწმუნებ, გამართლებული ხარ, გადარჩენილი. მისი ცნობილი განმარტება რომელთა ეპისტოლესი, რომელიც გაჟღენთილია ამ სწავლულებით, ეს არის სვეტი და საფუძველი მისი სწავლების. მართლმადიდებლობისთვის ეს იურიდიზმი სრულად უცხოა. ანუ მე ვიყავდი რომ წამს ის რაც არის შენი საქმე. ეხლა საქმე რა არის? შემაშება ადამიანის დახმარებული შეფუძის მომყარებო. მაგალითად, როდესაც ქუჩაში გავდივარდი ვიღაცას ხედავ და თავი მგონია რაღაც მოსიყვარული ადამიანები მწუს, ეს არის ჩემი რწმენა, რომელიც გამოვლინდება. უბრალოდ შევფიქროთ არ გახდეს, მაგრამ ის რაც ხარ სინამდვილეში, არის ის რაც გწამს. ამით გადარჩები, რაც ხარ სინამდვილეში. ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა ფორმულას მოხდა ჩვენ ამით გადავარჩებით. ფორმულაზე საერთოდ არ მისაუბრეთ. არა, მე უბრალოდ ის ამ ფორმულას კითხვაში არა, რომ წარმართული
დგომა საკითხი. თქვენთან ერთი კითხვა მინდა დავსვათ. რადგანაც ორივე სიტუაციაში ვართ, მაშინ მიგებათ თუ თქვენ კითხვა, მე არ მინდა ისე გამოვიდეს რაღაც ჩემი მონოლოგი აქვს. თუ თქვენ კითხვა, თუ ასე ჯერ დაგისურვებ, მე თქვენს მიყვარს. მე მგონი ეს შეკითხვა აღარ მომისმენთ. მომისმენთ. კი ბატონო, მადლობა. ესეთი კითხვა მინდა დაგისურვებ. ანუ მე როგორც ვახსენ, ანუ ეს რაღაც ძალიან განზოგადა ეს პრობლემები ჭეშმარიტების და მინდა რაღაც პრობლემები კითხვა დასვა ამ მოდიდან გამომდინარე. ცითრამ ინტერესებს, აი ჩემს მეხსენებულ წინაწერის კანონთან დაკავშირებით. მოკლედ იყო უამრავი სხვადასხვა წერილები, თქვათ. პეტრეს სახარება, მაგრამ აღარ ჩამოვიდა სხვადასხვა ცნობილი. ცითრამ ინტერესებს, თუ ჩვენ რაღაც ესეთი არ გვაქვს რაღაც პრობლემები ჭეშმარიტების რაღაცა ძალიან განზოგადებული პირადი ურთიერთობა ერთთან და რაღაცა იქამდე დაყოს ინდივიდუალური ურთიერთობა. მე მგონი ის რატომ მიგებით ამ ეკლესიის განსაზღვრულ 57-ს კანონს, იგივე თქვათ ის სახარებები, რომელიც დაიწერა სხვადასხვა სახარებები, ხო? იქ ისიც ღვთისმსურველობა, რა კრიტერიუმით თქვენ ენდობით ეკლესიის მიერ განსაზღვრულ წინა წერილს? დავამატებთ შეკითხვას რო არ დამოვიწყეთ. ანუ თუ თქვენ ამბობთ, რომ ეკლესია კრებსითად უცდომადია, შეიძლება შეცდეს, მაშინ რატომ ენდობით მის მიერ გამორჩეულ იმ მრავალი ხელნაწერებისგან დადგენილ 27 წიგნს და რა კრიტერიუმით აღიარებთ ამას როგორც ჭეშმარიტებას? ამ შემთხვევაში ახალი აღთქმის კანონზე მაქვს საუბარი, რომელიც ეკლესიის პროდუქტია, კაი გაგებით. სულიწმინდის მოქმედების შედეგად ეკლესიაში, როგორც ადამიანებში. მოდი ამ კითხვას პასუხი და მე გადავიდეთ დარბაზში, თორე დარბაზზე ალბათ რაღაცა ანუ რა ეგრეთ ბრატულიან უნდა ვაღირო პრობლემური კითხვა სადაც ამ ცნობილი სახარებები რომელიც არ იქნა ხერხმა სახარება და ანუ ეკლესია რომელიც არ არის კანონიკურად, ხო? იქ ამაზე საუბრობ. ამ არჩევანში რატო ენდობით ეკლესიას? თუ ის უცდომელი არ არის, კრებსით პოზიციას გულისხმობს. არა ერთი პიროვნების საზრს, არა როდესაც ეკლესია ამბობს, დიახ ეს დაწერა მათი, როდესაც იქ არ წერია მე მათი დავწერე. აი საერთოდ ის რომ მათი სახარება დაწერა მათი, ეს ზოგადად ხო ანუ მაგრამ ჩვენ ანუ თეოლოგიურად ამას სწავლობთ როგორც მილიგუნდეს და ჩვენ სამწუხაროდ არ არის ის პროცესი მეტყველება და ყველანაირ პრობლემები მინერალ და ამის მინდა ანუ ჩვენ სრულად მოწყობილი არ ვართ ამ ტრადიციას იმედად თუ ჩვენ მიშესწრება არაფერი ვიცი. არა თქვენ ვიცით მაგას გეუბნებით ახლა შეიძლება იცით. ეს პარამეტრი. გასაგებია მათეს რამდენიმე სახარება არსებობს. ანუ მაშინ რა არგუმენტია, რა არგუმენტია თუ იცით ეს ისტორია როგორ მოხდა ამ კანონის ფორმირება, მაშინ რა არგუმენტმა დაგაფიქრა და მიგაგებინეთ. აი დავამატებ. ჩვენ მართლმადიდებლებს ვწამს რომ ეკლესია არის ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი, მაშინ ყოფობს სულიწმინდა და ამიტომ კრებსითად ეკლესიას აქვს უნარი ყოველთვის გაარჩიოს ჭეშმარიტება სიცრუისგან. მაგრამ თქვენ ამბობთ რომ კრებსითად ეკლესია ცდომადია, შეიძლება შეცდეს მაინც. ამ შემთხვევაში რატომ ენდობით 27 წიგნს ახალი აღთქმისა, რომელიც ფაქტიურად ეკლესიამ გამოარჩია? ეს ბოლოში ეს გავიგეთ ეს კითხვა და რაღაცა და მოდი ხომ არ გადავწევ დარბაზ ესა პასუხისთვის, თუნდაც პასუხისთვის რა. არ არის პრობლემა. ნუ გამეწელა ძალიან ეს ჯვარი დაგიკითხა. სურვილი ხო არა? არა, უბრალოდ ეს ისაა. როცა ვაპარაკობ ეს 27 მარტივი მინდა წერა. ხოსახის წერილი არის ეკლესიის ახალ აღთქმაზე საუბრობ. ხო, აი ახალ აღთქმა, ხო? თქვენ ვაპარაკობთ ეკლესიაზე, მაგრამ ამას არ გითავისწინებთ რომელი ეკლესია. ანუ როდესაც იმ ანუ სქიზმა მოხდა იმის მერე, როდესაც ეს წიგნი უკვე მიღებული იყო ეკლესიის მიერ, ხო? მე-11 საუკუნის აი ცალკე თემა არის. არა, ცალკე თემა იცით რატო არის, იმიტომ რომ თქვენ ესე გამოდის, რომ ამბობთ, რომ თქვენ გაქვთ ამაზე საავტორო უფლებები, რა მაგას. არა, მე არ მაქვს. ეკლესიას აქვს ადამიანი მაგის ამბიცია ნამდვილად. არა, მართლმადიდებლურ ეკლესიას უკაცრავად, რომ აქ საავტორო უფლებები, როდესაც სქიზმა მოხდა იმის მერე, როდესაც ეს წიგნი უკვე იყო ყველა ქრისტიანებისთვის შეშეცდომილი. მარტივად როგორც პასუხი გავიგე შეგე. ანუ კათოლიკური ეკლესიის პროდუქტია თუ მართლმადიდებლისა? ქრისტეს ეკლესიის პროდუქტია. გეტყვით, იქ მაშინ განხეთქილება ჯერ არ იყო, ამიტომ მაშინ
ორი კათოლიკური და მართლმადიდებლური მიმდინარეობა ცალ-ცალკე არ არსებობდა. იყო ერთი მართლმადიდებლური. ზუსტად მაგას ვაპარაკობ. ამიტომაც მართლმადიდებლური ეკლესიის პროდუქტი. ერთ-ერთი ორი არ არსებობდა. ჩვენ ამას ესე ვარქმევ, მართლმადიდებლური ეკლესიის მემკვიდრეთვის თავს პროტესტანტული ეკლესია? ქრისტეს ეკლესიის მემკვიდრე. ასე გამოდის. მე თქვენი დამფუძნებელი სახელი და მე კითხვა არა, დამფუძნებელი სხვა რამეა. ჩვენ როდესაც საქართველოს ბაპტისტური ევანგელური ბაპტისტური ეკლესიაზე ლაპარაკობთ, ხო? ჩვენ პრეტენზია გვაქვს ასე ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ქრისტეს ეკლესიის ნაწილი. რომ ქრისტე განკარგავს. კი, იმით მინდა წერის აღიარები ფαντასტურებს. მინდა წერის იეჰოვას მოწმეებიც აღიარები. არა აღიარები. იმათ აქვს სხვა იმათ არ აქვს ადვენტისტები აღიარებენ. რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ. მეთოდისტები აღიარებენ, რომელსაც ეს ავტომატური გადარჩენის არ აქვს მართლაც. ანუ წმინდა წერის აღიარება არის კრიტერიუმი თქვენთვის. კი. ხო, მაგრამ იგივე რამე. ერთ ჭეშმარიტების, თუმცა ძალიან რთულია იგივეების გამეორება, რაც უკვე მოხსენებაში ითქვა, შეიძლება ასე ხატოვნად არ გაიგეთ, როგორც სახალისო იქნებოდა გასაგებად, მაგრამ ჭეშმარიტების ღმერთის ყველაზე უფრო ხელშესახები გამოცხადება, სრულყოფილი გამოცხადება არის იესო ქრისტე დედამიწაზე. იესო ქრისტეს შემდეგ ყველაზე უფრო სრულყოფილი გამოცხადება უფლისა არის საღვთო წერი. ეს არის მე მგონი ეს არ არის დიდი განსხვავება არც კათოლიციზმისგან და არც მართლმადიდებლობისგან, რასაც ახლა ვამბობ. როდესაც ცოტა ჩვენი ეკლესიის გადმოსახედიდან, ისევ როგორც კათოლიკური ეკლესიისა და პროტესტანტული ეკლესიების გადმოსახედიდან ვერ ვიზიარებთ იმ განცდას, რომ ჯერ ერთი ეკლესია არ დაუფუძნებია იესო ქრისტეს, იესოს ეკლესია დაეფუძნებინა როგორც ინსტიტუცია, რასაც ვაპარაკობთ, ის ცოტა სხვა რამებს გათვლიდა, მაგალითად რაღაცა იერარქიას და რაღაცას ფორმებს მოგცემდა. იესოს ერთადერთი კანონი, რაც მოგვეცა, ეს არის მოყვასისა და უფლის სიყვარული. ყველაზე უფრო საფუძვლისეული, რაზეც უნდა დაშენდეს ადამიანის რწმენა. რა თქმა უნდა, იესო არ მოსულა ძველი აღთქმის გასაუქმებლად. მან კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით მოიტანა ძველი აღთქმა. რაღაც მესმის რომ ერთ ნაწილში ამბობს რომ მე ახალი რჯული მომაქვსო, მაგრამ მეორე ნაწილში ამბობს რომ მე ის არ ვაუქმებ ძველ აღთქმას, არ ვაუქმებ რჯულს, არამედ მას განვახორციელებ. ხო, აი ეს არის ჩვენი გადმოსახედიდან ცოტა გაუგებარი, როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ პირველი ეკლესია, რომელიც დააფუძნა, ხო, ახლა თქვენ შეიძლება ამბობთ, რომ ქრისტემ დააფუძნა, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო აი ეს მთელი იესოსგან წამოსული ტალღა, რომელიც დააფუძნეს მოციქულებმა, ეს იყო მაინც და მაინც მართლმადიდებელი ეკლესია. ინსტიტუციურად და პოლიტიკურად თუ ვიმსჯელებთ ეკლესიებზე, იმიტომ რომ ახლა ესე ვაყენით, ხო? კათოლიკური ეკლესია, პროტესტანტული ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია და ამ შემთხვევაში ცდარად მიმაჩნია ესეთი გაგება, რომ მოციქულებმა დააფუძნეს რომელიმე კონკრეტული მიმდინარეობის ეკლესია. შეცდომებზე თუ ვილაპარაკებთ, თქვენ მაგალითად ანაბაპტისტების ამბავი გაიხსენეთ, ხო? ისეთი კონკრეტული იმ ქალაქში დატრიალებული უბედურება, რაც ანაბაპტისტებს დაემართათ, მსგავსი უბედურება დაემართათ არა მარტო პროტესტანტულ ეკლესიებს, კათოლიკებსაც დაემართათ თავის დროზე და ძალიან ახლო წარსულში. იგივე პრობლემის წინაშე დადგა აი ეს ერთიანი ეკლესია, რომელიც როგორც კი სახელმწიფოებრივ ინსტიტუტად იქცა, როგორც კი მან თუ კი წინა საუკუნეში იგი იყო თავად დევნის, რა ქვია, ობიექტი, უცებ გახდა მდევნელი. დაერია, რა ქვია, იუდეველებს დაერია და ეს შეცდომები, რაც ეკლესიას მოუვიდა, მე მგონი ყველა უნდა ვაღიაროთ, რომ ეკლესია არ არის სრულყოფილი მოვლენა. არის შეცდომები, რომელიც მოუვიდათ ეკლესიებს. და ის რაც თქვენ ახსენეთ, ხო, ანაბაპტისტების შემთხვევა იყო თუ რაც იყო, ესეთი შეცდომებისგან დაზღვევია არც ერთი მთა არ არის ქრისტიანობისა. მთავარი ის კი არ არის ეკლესია, როგორც აი მე თქვენ ეს აი ამ მიწიერ განსხეულებაში რა შეცდომებს ვუშვებთ, ან რამდენად უშეცდომოები ვართ.
არამედ თქვენ რომელ ეკლესიაზეც ლაპარაკობთ, ეს არის მე მგონი ერთნაირ ეკლესიაზე უნდა ვლაპარაკობთ, ესე მგონია. ეს არის ეკლესია, რომელიც უცდომელია და რომელიცაც იესოს რომლის ოცნებაც ალბათ იყო მოწყობისა, რომ ესენი იყვნენ ერთნი და შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ რათა ისინი იყვნენ ერთნი, მისი უკანასკნელი ლოცვა იყო ინსტიტუციურად ერთ სხეულზე ლაპარაკი, არამედ სულისკვეთებით და სიყვარულში გაერთიანებულ ადამიანებზე იყო ლაპარაკი. ძალიან გამიგრძელდა ბოდიში, მაგრამ საქმე ის არის. ძალიან კარგი თუ ეს გაჟღერდა, იმიტომ რომ ერთადერთი რაზეც უფალმა თქვა, რომ ეს არის მთავარი ცნება, ეს არის გიყვარდეს მოყვასი და გიყვარდეს ღმერთი. ანუ თქვენს უბრალოდ სირენაში დამამიმხელს ვიცით. მე ისე თქვა მიგეცით, რომ თქვენაც ახსენეთ ხან ლაშემოს რო ახსენეთ ანაბაპტისტებთან დაკავშირებით. ამაზე ჩვენ აბსოლუტურად ვთქვით, რომ ის გამოვლინებები, რაც იყო თქვა, არასწორი ადამიანური გამოვლინებები კონკრეტული სასულიერო პირებისგან აღდგენილი ეპისკოპოსების თუ პატრიარქებისგან, ეს იყო და ეხლა ამაზე რომ თქვა, რომ არ იყო უბრალოდ ის იქნება. მე როცა ვილაპარაკე, ვცდო მელობაზე ვლაპარაკობდი მოძღვრებაზე და არა პოლიტიკურ უბრალოდ მინდა რომ ხაზი გავუსვა ჩვენ საუბრობთ იმას რომ ადამიანის სისტემა რა თქმა უნდა იყო და იყო რაღაცა ბევრი უარყოფით ისტორიაში მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკური და ამაზე ხა რომ ჩვენ ეს იქნება აბსოლუტურად მაგრამ ეს იყო ადამიანების რაღაც კონკრეტული პირების სისუსტის გამოვლენა ჩვენ უშუალოდ იმაზე შევიკრიბეთ და იმაზე დავიწყეთ ლაპარაკი რომ უშუალოდ თვითონ სწავლებით დონეზე და ის რაც შთააგონა სულიწმიდა და ითის მოხდა სწავლების ჩვენ სწავლებაზე ვაპარაკობთ არა კონკრეტულად ადამიანის სისტემაზე დღესაც შეგვიძლია თქვა უგრესი ადამიანი ნახოთ თქვენთანაც ყველაზე ვიზახებ ჩვენთანაც და ანუ ეხა ეს ამის ქრისტეს მოციქულიდან ერთ-ერთი იუდა აღმოჩნდა და ეხა მაგაზე ვაპარაკი საერთოდ თუ ისეთი მოსნეული ის სხვა თემაა ამიტომ ჩვენ ერთი მოციქულის ისტორიაშიც შეგვიძლია ნახო რომ რაღაც მომენტში უღირსია და რაღაც მომენტში ისეთი ღირსეულია რომელზეც და ფუძნა ეკლესია ხო ეს და როდესაც ვლაპარაკობთ ისეთ მოვლენაზე როგორც არის ადამიანი რომელიც არის დაცემული და რომელსაც აქვს საზღვრები და ლიმიტები ხო რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით რომ რასაც ეს ადამიანი თავისი სიმბრძნით იქნება თუ თავისი ერთად ყოფნით მიაღწევს ეს რამენაირად სრული აღქმა ჭეშმარიტების ამიტომ რომ ვიდაო მე არა მართლმადიდებლურს რაღაც რაღაც სმენია ხალხი როგორ ზოგადად ჩვენ ჯერ ადამიანს იწმინდა ადამიანი განიმოს გამთობა ხდება ხეს გრიგორი პალმოსკის მოწოდება ძააშურს ამბობს ეს ამოსაუბრ მაგრამ ჩვენ ჯერ ეს თამის ავერმოს სკულის და გასოს ქრისტეს ხორცო ბიჭში აი ამ მომენტში ადამიანი ხარში რა თქმა უნდა მასში დაცემას მოუდის მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჯერად ალბათ თქვენ ჯერად რომ სულიწმინდა შეიძლება ადამიანის პირით ჩვენ ჭეშმარიტება მოგცეს და გაგვიდგინოს. ხო, აი ამაზე ვაპარაკეთ. აი ჩვენ წამსვლა მე მინდა აღიხსნათ მე როგორ მისმის ეს პროექტი. ანუ ჩვენ წამს რომ ის ხალხი, აი ვიც აი ხა ამაზე ვაპარაკეთ ამ ყველაფერში მიიღო მონაწილეობა, იმართებოდა სულიწმინდით. პიროვნული თქვა, სოდორობა ძველი ახლა გახსოვთ, ხო პიროვნული სისტემა იმებს ჰქონდა თქვა, გახსოვთ წინასწარ მეტყობს. მაგრამ როცა სულიწმინდა ლაპარაკობდა მათი პირით, ხო ხა იქ უკვე შეცდომა გამორიცხული იყო. ხო მივხვდით ეს თქმა უნდა. დავუჯგებ სამოს უდესწოდო ხოლმე, მაგრამ ამ ხელა რაღაცა დაგვიწერა. ხო, აი მაგაზე მაგ ლაპარაკობ მინდა რომ აი მაგაზე ეგრეგოს მამა მიქარო. აი მამა მიქაელს მე ცოტა ისე გაოცებული ვარ, გამიკვირდა რაღაცები. უფრო მე წინა წერის დაცვას მოველო. ხახტი. ახლა რა მაინტერესებს მე? ახლა ჩვენ არ დავიწყებ ახლა ისე უტრირებას, რომ ქართველები ვართ და რაღაცა. მე ხა ერთ პრობლემას ვხედავ და ეს მუდმივად არსებობს რა. რომ მაცხოვარი რომ მოდის და პირველ რიგში ხადაგებს სასუქებას. მაცხოვარს აღ თქვია რომ ყველაზე მთავარი არის სიყვარული. მაცხოვარი ხადაგებს რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სასუქებელი. და ახარებდა სასუქებას. და სასუქებას ახარებს ძალიან უცნაური სიტყვებით. პოლიტიკური რაღაცა ესეთი რეპლიკური ხასიათის სიტყვით. რომ შეინანით რამე თუ მოახლოვდა ზეცის სასუქებელი, ანუ ზეცის სამეფო. რატო ხმარობს სიტყვა სამეფოს? ქრისტე მოდის და დედამიწაზე არსებობს უამრავი სამეფო. რომელსაც ყავს თავისი მეფე
რომელიც არის კანონის გამსაზღვრელი. და მაცხოვარი მოდის და ამბობს აი ესეთ უცნაურ სიტყვას, რომელიც არის სრულიად აპოლიტიკური, იმიტომ რომ ამბობს რომ ეს სასწრაფელი არის ზეთის, მაგრამ ამავე დროს სრულიად პოლიტიკური ტერმინით ხმარობს. ახლა ჩვენ რო ვთქვათ, რომ ეკლესია მაცხოვარს არ დაუფუძნებია და სისტემა არ შეუქმნია, მაშინ მე როგორც მოწმე წმინდა წერილზე უარინო ვთქვა, რატომ? მაცხოვარი მოდის და 12 ისრაელის ერისმთავარის ნაცვლად ირჩევს 12 მოციქულს. 70 სინოდის ლევიტელი სინოდის მეთაურის მაგირი ირჩევს 70 მოციქულს. მან ეს სისტემა არ გაუქმნა. არამედ შექმნა ეკლესია. ისევ იმ ძველი სისტემით. მოციქულებში ჩვენ ხედავთ, რომ არსებობს ხელდასხმა, არსებობს რაღაცა საეკლესიო წესები და ვერ ვიტყვით, რომ საეკლესიო წესები არ არსებობდა. მე მესმის, რომ საეკლესიო წესი ეს არის რაღაცა ურთიერთობა უხილავ ღმერთთან. წვენის ფაქტორია და ეკლესიამ დროთა განმავლობაში რელიგიური ფორმები შეიძინა, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი ციკლია. მაცხოვარი ზუსტად ყველაზე დიდ საიდუმლოებას, იარების საიდუმლოებას წასვლის წინ ტოვებს. არ ტოვებს თავიდან. რადგან როცა მიდის უკვე ამას ტოვებს ჩემთან ურთიერთობისათვის. ამბობს. რა მინდა ახლა რომ ვთქვა, მე რა დავინახე აქ პრობლემა, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთი რაღაც არ გვესმის. რომ ჩვენ თუ ქადაგებთ სიყვარულს და ერთობას, მაშინ ერთ აზრზე უნდა ვიყოთ. და როდესაც მაცხოვარი მოდის და მას უნდა კაცობრიობა გაერთიანოს. გვიტოვებს საფრთხეების, თავს იკლავს. ხო, შეწირა თავი. და მაინც ვერ გავერთიანეთ. ესე იგი ჩვენ შორის რაღაცა დიდი პრობლემაა. და არ შეიძლება ჩვენ ახლა ამას უტრირება გავუკეთოთ და ვთქვათ, რომ ეს არაფერი არ არის და ჩვენ სიყვარული გადაგვარჩეს. მაშინ რაღაცა მგონია, რომ ეს რაღაცა ფარისებურ სიყვარულში უფრო იქნება და ზედაპირული უფრო იქნება. რაღაცა დიდ პრობლემაზეა ლაპარაკი. რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის ერთმანეთის გაერთიანებაში. ერთმანეთის სიღრმისეულ სიყვარულში. მე უფრო ვერ ვიტყვი, რომ აი ამ პრობლემაზე იყოს საუბარი. იმიტომ რომ სერიოზულად დასაფიქრებელი რამეა, როდესაც ჩვენ არ ვლაპარაკობთ, რომ ქართველობა ვერ გაერთიანებს. უფლის სიტყვა ვერ გაერთიანებს, რომელიც ყველაფერზე მაყურა. ეხლა მაცხოვარი ამბობს, ვინ ჩემზე მეტად მამა შეიყვარავა, ჩემი ღირსი არ არის. და გასაგებიც არის, ვისაც მაცხოვარზე მეტად მამა უყვარს, შოვინისტია სულ. ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ვამბობ ერთმანეთს. რადგან ჩვენ ვერ ვერთიანებთ და ისტორიის განმავლობაში ჩვენ ფაქტები გვაქვს, რომ ხე ნაყოფით იცნობა. სხვადასხვა დენომინაციები ერთმანეთის ძულთ, ერთმანეთს დევნიან, ერთმანეთს ხოცავენ. და ჩვენ უცებ ვამბობთ, რომ არ არის ჩვენ შორის პრობლემა, თავარია ჩვენ ღმერთი როგორ გვესმის. ჩვენ სახარებით ვიცით, რომ მაცხოვარი რომ მოვიდა, ამბობს ასეთ ის ამბობს, სიმონ მირქმელი ამბობს. მარიამს ეუბნება, ესო მოვიდესო, მრავალთა აღდგომა და დაცემა. ანუ მაცხოვარი მოდის და ამ დროს მორწმუნეებში უკუ რეაქციას იწვევს. ანუ რა ხდება? მე ვარ შეხედულება ქრისტეზე, უცებ ნამდვილი ქრისტე მოვიდა და ვიძახილო. ეს არ ვიცოდი, მე სხვანაირი ვერ ვარ ქრისტე. და ამ დროს ის რომელიც ელოდებოდა ქრისტეს და კიდე კარგ არ იცოდა, შეისწავლა ჭეშმარიტება და უფრო ძიძარიდა. მე ასე ვხედავ ახლა, თქვათ დენომინაციურ შესწავლებს, რომ ეს არის რაღაცა სწავლება სხვა ქრისტეზე. და მე ახლა არ დავკონკრეტები, რა თქმა უნდა, კეთილ ადამიანებს. მახსოვს ახლა აფრიკაში რო ვიყავი, გამოვიდა ერთი ხალი ევანგელისტი. და საერთოდ არ აქვს პრობლემა არც ევანგელისტებთან, არც ბაპტისტებთან პიროვნულ დონეზე, იმიტომ რომ ადამიანობა მე არ უნდა დავკარგო მით უმეტეს. მაგრამ ჩემ ადამიანობას არ უნდა გადავაკარგო ქრისტიანობა და ჭეშმარიტება. და აი არასდროს პრობლემა არ აქვს არავისთან. აი ყველა მიყვარს და ყველა მიხარია. მიხარია, იმიტომ რომ ქრისტიანია. იმას მაინც ქრისტიანად. მე პირადად მაინც ქრისტიანად. მაგრამ ერთი რამეც მესმის, რომ ეს ქრისტიანობა არ არის ის ქრისტიანობა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ანუ კი არის, თქვა ქრისტიანობა უფლის სიტყვაზეა დაფუძნებული, მეტი შანსი აქვს რომ ქრისტე მიიღოს, მაგრამ ეს არ არის ბოლო წელები. სახარებაში ჩვენ ვიცით ადგილი, როდესაც მაცხოვარი ეუბნება ერთ-ერთ მოციქულებს, რომ მოციქულები ჩვენ არ მოგდებსო და აუგზავნეთ რომ სასწაულები გაიგეთებინა შენი სახელი. ნუ უგზავნოთ ეს ჩვენი წინააღმდეგი მალე არ გახდება.
მე აი ამაზე მინდა რომ ვისაუბრო. ჩვენ შორის რაღაცა დიდი პრობლემაა. ახლა ქრისტიანობაში ჭეშმარიტების საკითხი როგორ არის? ჭეშმარიტების საკითხი დგას ასე. მართლმადიდებლობაში მე მაქვს ჭეშმარიტება. მაგრამ ჭეშმარიტების შეცნობა მართლმადიდებლობაში კიდე სხვა რამეა. როწერი ადამა შეიცნუება ცნობადობის ნაყოფ შეჯამს, აქვს სხვა რამე გულისხმობა. ახლა ჩვენ რო ლაპარაკობთ სიკვდილზე. ერთია ლაპარაკობ და მეორეა სიკვდილი. ლაპარაკობ სიყვარულზე და მეორეა სიყვარული. მაგრამ მე რო სწორად ვილაპარაკო სიყვარულზე, ეს ხო უფრო ადვილად მიმოვა სიყვარული. მე რო სწორად ვილაპარაკო, სწორად ვიცოდე ჭეშმარიტება, ეს ხო ადვილად მიმოვა ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება. ამაზეა ლაპარაკი. რომელია სწორი სწავლება, რომელიც მე ჭეშმარიტება მიმოვას. მე თუ დავიყვანე რელიგია ადამიანურ სათნოებამდე, მაშინ ქრისტეს მოსვლა აღარ იქნებოდა საჭირო, უბრალოდ სათნოებას გამომიცხადებული მცნებებით. არა, რაღაც მოხდა, რისთვისაც მოდის ქრისტე, რაღაცას ტოვებს, ხო? ახლა რო გეუბნება, თქვათ ამბობს, რომ ეს არის სისხლი ჩემი და ხორცი ჩემი, უნდა დავფიქრდე რატო თქვა ეს. ჩემთვის სრულად გაუგებარი ციტატა. როგორც ადამიანისთვის. და თან მეუბნება, ეს ჭამეთ მისატოვებლად ცოდოთ. როგორ შეიძლება საჭმელმა რამე მომიტევს? მიტევს ღმერთი, ხო? ანუ რას ტოვებს? რასთან არის საქმე? ეს მაინც კითხვა უნდა დავსვა ყველა შემთხვევაში. და არა მაქვს უფლება მის მე თქვა რომ ეს არის უბრალოდ სიმბოლო. უბრალოდ სიმბოლო მიტევს ცოდებს. ანუ რაღაცა კონკრეტიკა არსებობს, ეხლა კონკრეტულად ეს რატო არსებობს, იმიტომ რომ არის დენომინაციები, საიდუმლოს არ აღიარებს ეკლესიაში. ახლა გადმოცემა მე როგორ მისმის? გადმოცემა მისმის ასე, ცოცხალი ყოფა. მაგალითად არსებობს პროტესტანტული გადმოცემა. სიტყვაზე 1609 წელს თქვა რაღაცა იქ ჰოლანდიაში რაღაცა ინგლისურ სიტყვაზე რაღაც დიასპორაში გაჩნდა სიტყვაზე ესეთი მიმდინარეობა ხო ქრისტეს გაგების ბაპტისტური მიმდინარეობა ამას თავისი ტრადიცია და თავისი გადმოცემა უარსებობს ის აღარ იარსებებდა დღემდე არ მომიტყვა ამიტომ მე როცა ვლაპარაკობ მართლმადიდებლურ გადმოცემაზე მე გულისხმობ გადმოცემა რომელთაც მე უწყვეტი კავშირი მქონდა თელ მართლმადიდებლურ ისტორიასთან არ გამოვიწყავ მე იმას რომ შეცდომები არ იყო რა თქმა უნდა შეცდომები იყო შეცდომები შეუძლებელია ყოფილიყო ადამიანურ გარემოში ეს სრულად გამორიცხულია ამიტომაც ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა იმუნიტეტად კრებები რომელსაც უნდა გაესხლა ეკლესია ჩვენ მაგალითად ახლა ასე ვამბობთ მაცხოვარი წერს მე ვარ ვაზი ჭეშმარიტია მამა ჩემი მე ვნახია და მამა ჩემი სხლავს უამბობს უფრო მეტი ნაყოფი გამოიყოს ჩვენ ახლა კამოთ ხშირად ქონია ხო ლაპარაკი მარხვები როგორ წარმოიშვა რა ზედმეტობები გაჩნდა რაც დღესაც მაწუხებს და ვამბობ ეს გასასხლავია იმიტომ რომ უსერიოზულესი ტრადიციები ეკლესიაში გაქრა ნამდვილად აი რაც უფრო მოციქულთან გვაკავშირებდა ის ტრადიციები ვიღაცამ რაღაც მიამატა ვიღაცამ რაღაც მოამატა და იმხილად ტოტები გამოიგო ამ ვაზმა რომ ნაყოფს ვეღარ იღებს თუ არ გასხმავ ეს გასაგებია მაგრამ როცა ლაპარაკია თვითონ ვაზზე და თვითონ არსეულად გადმოცემას და საფრთხო წერილზე მე მაინც ვფიქრობ რომ ამოსავალი ჭეშმარიტების კრიტერიუმად ეს უნდა იყოს ჩვენთვის რაღაცა წიაღისეული და რაღაც საერთო ასევე როცა ლაპარაკია თქვა სინოდალურ კრებებზე სინოდზე არ არის ლაპარაკი რომ სინოდი არის უცოდნელი აქ ამაზე კი არა ლაპარაკია ეკლესიაზე ეკლესია კიდე არ არის ქართული ეკლესია არ არის მარტო ბერძნული როგორ მოხდა ეკლესიის გადარჩენა იმითი მოხდა რომ რაღაცა გადაწყვეტილებას თუ მიიღებდა ბერძნული საეპისკოპოსო იქ სხვა საპატრიარქო აბსოლუტურად იმას ამხელდა და ეუბნებოდა ეს ეკლესიაში არასოდეს არ ყოფილა საიდან მოიტანა და იმას კურნავდა თორემ ეკლესიის წიაღიდან წარმოვიდა უამრავი მწვალებლობები რა კათოლიკობა თუ წარმოშვა პროტესტანტიზმი და სხვა მიმდინარეობები მართლმადიდებლურმა წარმოშვა ნესტორიანიზმი და სხვა მიმდინარეობები ამაზე კი არ ლაპარაკი რომ არსად არ წარმოიშვა რაღაცა უკმართებული მე მაინც ამოსავალ წერტილად ერთ რამეს ვთვლი რაც უნდა იყოს ჩვენ შორის ჩვენ ერთმანეთის სრული სიყვარული გქონდეს ჭეშმარიტებასთან ერთად რომ ამ სიყვარულის ხარჯი არ გავთუნ ჭეშმარიტება და რაღაცა ფანატიკურ ჭეშმარიტებას არ შევწიროთ სიყვარული ამაზეა ლაპარაკი ამისათვის საძიებელია ის განსხვავებები რაც ხელს გვიშლის ჩვენ რამდენიც არ უნდა ვთქვათ რომ მე ამ განსხვავებებს ყურადღებას არ ვაქცევ შენ არ აქცევ შენი მეგობარი აქცევს აი მე მაგალითად არ ვაქცევ ნამდვილად ყურადღებას რო ჩავედი ხა აფრიკაში მოგვიწია ახლა და რო ხედავდი პროტესტანტებს მიხარობ სრული გულით ვამბობ
სრული სიცოცხლე მიხარობდა, იმიტომ რომ ქრისტიანობა მაინც არის. და არ არის მუსულმანობა და არ არის სხვა რელიგია. უფრო მეტად მიხარდა. მაგრამ ამავე დროს მე ვიცი ჭეშმარიტება, მართლმადიდებლობა სხვანაირად ვიცი. და ამაში სხვა სიმდიდრეს ვხედავ. ამიტომ მგონი ამაზე ვისაუბროთ უფრო კარგია. რა განსხვავებებია ჩვენში ძირეული და რა გვიშლის ერთმანეთთან ურთიერთობაში და რა არის ჭეშმარიტება, ვიდრე ვთქვათ რაღაცა გამოვეკიდოთ რაღაცა სახარების ციტატებს. მე უფრო ეს გონია რომ უფრო სწორი იქნება. აი რა თემას შემოგთავაზებთ ჩემები. ჩვენ რა ვიცი, სრული გვაქვს, ჩვენ ვიერთობა აი ამ შეფერდა გადასულდა და რაღაც საკითხებზე კონდეს ისევე მე შემოთავაზებ რაღაცა შეიძლება. მე შემოთავაზებ ქრისტიანობაში ჭეშმარიტება თითქოს ერთი კრიტერიუმი, მე როგორც ვიცი. ეს არის როგორ გავხდე მე ღვთისშვილი და ღვთისხატება სწორად. გზა, რომელთაც მე უნდა გავხდე ღვთისხატება. რო თქვა ახლა ეს არ არსებობს ეს გზა, არ მოუწია ქრისტეს, მაშინ აღარ ვარ ქრისტიანი, არანაირად. აცხოვარმა დატოვა მაგალითი, რომ აი მობაძავ ჩემ და იყავით, ხო, 7 ვარ დაბალ გულითა ვაკეთებ ამას. და რაღაცები დაგვიტოვა. შესასრულებლად, გასაკეთებლად და გასააზრებლად. ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ, რა ითვლება ქრისტეს, რითი გავხდები ჩვენ ქრისტესნაირები. ჩვენ ხო ვიცით, რომ სასუქროში ვერავინ ვერ შევა თუ არა ძე. ვერავინ ვერ შევა, ერთი ძე შევა. და ძის გავსიმიც არის და ძის ხატება ვისაც. მარტო ის შევა სასუქროში. სხვა ვერავინ ვერ შევა. და თუ ვიტყვით, რომ შევა, მაშინ ქრისტეს წინააღმდეგ. თვითონ გვეუბნება ვინც არის სასუქრების მეფე, რომ ესეთი ვერ შევა და ჩვენ რო ვთქვათ, რომ შევა, იმიტომ რომ კაი კაცია და მე გამიცინა. ეს იქნება თავის მოთხოვნა. თუ შეიძლება ჩვენ გავიცინა, მაგრამ უშის სხვა რა იყოს და რეალურად კიდე სხვა რა დააქვს. თუ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი იქნება საუბარი ის გარშემო, რა განსხვავებაა და აი ამ განსხვავებებს ძირეულად როგორ უყურებს მართლმადიდებლობა და როგორ უყურებს თუნდაც პროტესტანტული ან ევანგელისტური ან ბაპტისტური ახლა რაც იქნება მე არ ვიცი გადმოცემა გულისხმობს საფრთხე წერილთან ერთად. გადმოცემა არასდროს არ არის საფრთხე წერილით გარეშე. მახსოვს საბერძნეთში ერთ-ერთმა დელუნასმა გააკეთა ესეთი განცხადება. გადმოცემა არის ის, რაც ფიქსირდება ყოველთვის ისტორიულად. ნაწილობრივ ისტორია, ნაწილობრივ ესეც არასწორი. გადმოცემა არის აი ხა ჩვენ რაც აქვთ. აი ჩვენ ვართ ნაყოფი და ნაწილი მართლმადიდებლური გადმოცემის და თქვენ ხართ თქვა რაღაცა ბაპტისტური ან რაც არის ევანგელისტური გადმოცემის ნაყოფი. გადმოცემა ჩვენ ცოცხალი ყოფა. და ეს უნდა გაირჩეს რომ როგორ როცა ქრისტიანობს იერუსალიმი რამდენჯერ უნდა და თქვენ შვილები ერთად შემოვიდნენ და არინებთ. და ჩვენი ეს ყოფა იერუსალიმის ყოფას არ უნდა დაემსგავსოს, სადაც იყვნენ ფარისევლები და სადუკევლები. მუდმივად ჭეშმარიტებას არჩევდნენ, მუდმივად ჭეშმარიტებას კამათობდნენ და ქრისტეს ხომხადებდნენ. აბსოლუტურად ცხობდნენ. ესენი მაცხოვრებ გვერდზე დადიოდნენ, ჭეშმარიტებას ეძებდნენ დარბაზში. ეს მაგიდის გარშემო. ასეთ მდგომარეობაში არ მოჩავა. მე ასე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ძირეულ საკითხებზე ლაპარაკი, თუ როგორ ისმის გადარჩენა და ცხოვრება მართლმადიდებლობას და ამაში რა საფრთხო დახმარებაა დატოვებული უფლისაგან და გამოგზავნილი, როგორ ისმის ეს პროტესტანტების. ეს არის ვერბალური დონე თუ ეს არის რაღაცა შეგნების დონე თუ კიდე სხვა. გასაგები მოგხსოვთ, გადარჩენა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე რაც აი იმედია რომ გვექნება კიდე სხვა შეხვედრები აუცილებლად და ამით შეხვედრით არ დამთავრდება ყველაფერი. მოდი მე მინდა იქნებ რაღაც სათქმელი აქვს მეორე მხარეს, იმიტომ რომ ესე არ გამოვიდეს რომ ეს მხარე უფრო დიდხანს ისაუბრა და მიუხედავად იმისა რომ ამოვარდით აქედან ძალიან რა ქვია ვაფასებ აი ამ ინიციატივას რაც ახლა აქ ხდება. იმიტომ რომ ეს არ არის ერთადერთი ცდელობა ამ ორ დენომინაციას შორის დიალოგისა, თუმცა აი ესეთ დონეზე, როდესაც ახალგაზრდები ერთ სივრცეში დაჯდებოდნენ და კითხვებს დაუსვამდნენ და უპასუხებდნენ და არ დაეთანხმებოდნენ და დაეთანხმებოდნენ, ესეთი ფუფუნება არ აქვს ყველას ესე იოლად და ეს ძალიან ძვირფასი რამ არის და ამ წამოწყების ინიციატორებს თქვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამისათვის. იმიტომ რომ თუ კი რამე პრობლემა არის ამ საზოგადოების გახლეჩაში, ერთ-ერთი ალბათ ის არის, რომ ჩვენ
არ ვიცნობთ ერთმანეთს, ჩვენ ერთმანეთში არ ხედავთ მოყვას და ხედავთ ერთმანეთის რაღაც საწინააღმდეგო ბანაკში მჯდომ ადამიანებს. ესეთი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ესეთი ფორმატია, მაინც უნდა რაღაცა ეპაექნო, მაგრამ მაინც ეს სივრცე რაღაცა კედლებს ანგრევს და ეს ძალიან ძვირფასია და ჩვენი მოწადინება უნდა იყოს რამ საზოგადოების კედლების ნგრევისკენ. ერთი რაც ჩემთვის ამ სივრცეში უხერხულობის მომენტი იყო, ეს არის მე მგონი ყველაზე ძვირფასი ის არის, რომ ამ დისკუსიის დროს ჩვენ ვსვავდეთ შეკითხვებს, თუნდაც ეჭვის ქვეშ ვაყენებდეთ მეორე მხარის პოზიციას, მაგრამ დამოკიდებულება ასეთი რომ რომელიმე ერთ-ერთი მხარე ფლობს სრულ ჭეშმარიტებას და არსებობს კიდე რა ქვია განაყარი ყლორტები, რომელიც ძალიან შორს წავიდა და გასასხებია, ეს დამოკიდებულება თვალესე მარტივად ვერ ააშენებს ურთიერთობას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ კი ამ დიალოგში იქნება დაინტერესება ერთმანეთისა არა ჩაჭრის ფორმატში, არამედ ერთმანეთი აი ის რაზეც განსხვავებულობაზეა, ხო ლაპარაკი, რომ რა არის ის ძვირფასი ტრადიცია, რომელიც არსებობს ერთ მხარეს და რა არის ის ძვირფასი ტრადიცია, რომელიც არსებობს მეორე მხარეს. და აღმოსავლური იგავი არსებობს ხუთი ბრმისა ხო სპილოსთან რომ მიიყვანეს თუ გსმენიათ ეს რომ ჩვენი შევიწროვებული აღქმით გვემსგავსებით აი ამ ბრმებს რომელიც ხელის ცეცებით აღვიქვავთ ჭეშმარიტებას ძვირფასი მაშინ არის როდესაც მე მეორესაც დავუგდებ ყურს იმისი აღქმა ჭეშმარიტებისა როგორია იმისი აღქმა ჭეშმარიტებისა როგორია და თუ კი ვიფიქრებთ ერთი მეორეზე არა როგორც გერებზე გერშვილებზე ქრისტიანული ოჯახის არამედ ერთი ოჯახის შვილებზე და იმ ერთ ოჯახში ვიყავით რა ქვია სამოციქულო ტრადიციაში იმ რა ქვია საეკლესიო კრებების დროს როდესაც საფუძველი ეყრებოდა ეკლესიის ძირეულ მიდგომებს რასაც იზიარებს თუნდაც აი ეს სამი მნიშვნელოვანი შტო კათოლიციზმი პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა ამ გადმოსახედიდან როგორც ერთი ოჯახის თანასწორ შვილებს ესეთი გადმოსახედიდან თუ იქნება დიალოგი მე მგონი ამ ინიციატივაზე უკეთეს ვერაფერს ვერ ვნახავთ ამ საზოგადოებაში ჩემი თხოვნა იქნებოდა და ჩემი სურვილი იქნებოდა რომ დამოკიდებულება ერთმანეთის დიალოგ ერთმანეთში ხო იყოს აი ასეთი არ გამორიცხავს ეს არც კრიტიკას, არც დაუთანხმებლობას, არც შეუთანხმებლობას, მაგრამ იყოს ეს დამოკიდებულება როგორც ერთი ოჯახის შვილებისა. მოდით იცით რა მხარეებსაც შეეხება თქვენ ბოლოს გეძებათ ორ წუთიანში ამ სიტყვა რაღაც ჩვენ გვაქვს ახლა ლიტურგიული ტრადიცია, ვიცით და დღევანდელი ლიტურგიული ტრადიცია განსაკუთრებით საფუძველი შამსტილები შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან. ერთია დღეს ასეა ცნობილი სამშობლოში ასე არის. ეს არის პროტესტანტის კათედრებამდე პირველი მსახურება თუთა ასე არის. და მეორე ნაწილია მართალთა მსახურება. აი პირველ ნაწილში ახლა ამას რატო უსურხავს ტელევიზორში გაკეთე ერთ-ერთი მუზიკის მისი განმარტება ძალიან ცნობილია და ალბათ ასეც იციან, ასეც გონია. პირველ ნაწილში ეკლესია ლოცულობს ყოველთ ერთობისათვის. აბსოლუტურად ყოველთ ერთობისათვის. იმიტომ რომ ეკლესიამ თუ დაკარგა ეს სული რომ სამოციქულო ერთობაში შემოიყვანოს. ესე იგი ადამიანი მაშინ ის ეკლესიამ დაკარგა თავის ფუნქციას, დაკარგა თავის ფუნქციას. აი მეორე ნაწილში უკვე იხსენება თქვა ქრისტეს მოყვარე მთავრობა და მხედრობა და პირველ ნაწილში არის მთავრობა და მხედრობა. ანუ ყველაზე ლოცულობს პირველ ნაწილში. და მართალ ნაწილში მარტო იმაზე ვის მართალი. ანუ თავისიანებს უკვე შემოსულებს და სასუფეველის წევრებს გამოყოფს, ჯერ კიდე არა შემოსულებისგან. მაგრამ სულისკვეთება ეკლესიაში მუდმივად არის ასეთი, ტრადიციულად ჩადებულია. ტრადიციას უწოდებ ახლა ხასმა. ტრადიციულად ჩადებულია. მე ვეძებ ყოველ ერთობას. მაგრამ ვაფასებ ვიც უკვე ჩემეთობაში. ერთი ხარებები როცა
დამებადე ჩემი ოჯახის ერთი ნაწილი მამა და მისი მშობლები და მამის მხრიდანაც მართლმადიდებლები იყვნენ, იმიტომ რომ ნაცწინააღმდეგოც ასე იყო, ხოლო მეორე ნაწილი დედა მისი მშობლები და დედის მხრიდანაც ბაპტისტები, იმიტომ რომ მათ წინააღმდეგიც ბაპტისტები. მაგრამ ეს ოჯახი საბინდროდ არ გაიხლიჩა, იმიტომ რომ ადამიანებს შორის და ოჯახის წევრებს შორის სიყვარული უფრო მაღლა იქნა რელიგიურ განსხვავებაზე. ხან ერთ ეკლესიაში დავდივდი ბავშვობაში, ხან ერთ გვევწავეყავდა მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ხან მეორე ბაპტისტურ ეკლესიაში. როცა გავიზარდე უკვე ის დასწრულ ასაკში, მე თვითონ წავიკითხე სახარებად ბიბლია გვწავდით. აი როგორც კარგი ქრისტიანი ვარ, უკვე გასული ქრისტიანი, როგორ უნდა ვიცხოვრო ქრისტიანო, რა უნდა იყოს ჩემთვის მაგალითი, ხო და ამაზე პასუხებია ქრისტე უნდა იყოს, ხო ჩვენთვის ქრისტიანისთვის მაგალითი. და როგორ ცხოვრობდა ქრისტე ერთ რაღაცაზე შეთანხმება ის შეიძლება რომ ქრისტეს რომელსაც უსაზღვრო ძალაუფლება აქვს, ხო არასდროს არ გამოუყენებია ეს ძალაუფლება ძალადობისთვის, ხო? ეს ამაზე მგონი არავინ არ დაობს, ხო? და ეს შეცდომა, რა შეცდომა ძალიან ხშირად მოდის ნებისმიერ ეკლესიას, იმიტომ რომ ორივე ეკლესიაში დავდიოდი ბავშვობიდან და ორივე გამხედავდი წინა რასაც ვკითხულობდი ეკლესიაში სხვა რამეს ვხედავდი. ეს ერთი და და ხო რას აკეთებდა ქრისტე დადიოდა და ემსახურებოდა ადამიანებს სიხარული მოაქონდა ჯანმრთელობა და ემსახურებდა ფეხებს ბანდაბოწებს და ასე. აი ჩემ როგორ თქვენ თუ გაქვთ სხვა რამე როგორ უნდა ვიცხოვრო როგორც ქრისტიანმა მე ვერ ვიტყვი რომელიმე ეკლესიას ვიდექოთ როგორც ქრისტიანი ვარ ეს. არ ცოტა მოლე ეს მიგინდება. მაგრამ თავი რაც ყურებს ძალადობა არ შეიძლება არანაირად ხო არანაირი გამარჯვება. ყველანაირად უნდა იყოს გამორჩევა არის კიდეც მოძღვრებაში სხვათა შორის მე მქონდა შეხვედრა იაჰოვას მოწმესთან რომელიც მეუბნება თქვენ რომ რუსეთმა და საქართველოს იბრძოლნეთო და მართლმადიდებლობაო აი ეს არისო მართლმადიდებლობაო რა იკითხოთ ეს არის სხვათა შორის ეს ძალიან ცუდი მაგალითი არის აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის მართლმადიდებლობასთან ხო ხა რუსეთმა პუტინმა და სააკაშვილმა ერთმანეთს დააცხეს და იომეს ქრისტე არც მართლმადიდებლური ქრისტე არც ბაპტისტი ქრისტე არც იაჰოვას ქრისტე ასე ვთქვათ რა არ ხადაგებს რომ იომე ხო ესეა ხო და ისე ხო? ამ საუბარი რაზეა? ბოდიში საუბარი რაზეა? ამითი ვიღაცას აყრება. აი მართლმადიდებლური მოძღვრება არის ეს რომ იომე აბა პუტინი მართლმადიდებელია. მე მართლმადიდებელია. ჯერია საკითხავე რომელი ვინ არის? პაციფისტი თევაში. ბატონო? მართლმადიდებელი პაციფისტი. ხო, კი ბატონო შეიძლება ასე რომ რავი პროტესტანტი ბუშიც ასევე ყოხდათ ჯარების. აკრონდა ხო პროტესტანტი ბოდიში იმის მაგალითი ჩემს როგორც ქრისტიანს ეკლესია ვერ გახდა მაგალითი ცხოვრების. ხო რა ხო ეს აჩი ბაი მამა თხოვარავს თქონდა მომთხარ რაღაც უნდა პასუხი და თქო დასვით ხო და მე დავსვლა რაღაცა პასუხი. ესეთი ისა მაგალითია. ასკორსი ხალხი პასპორტ უხარებას ძალიან ბევრისათვის და ამიტომ ჯვარზე განაწილება ვერ გოგიწევს. ძალიან ბევრად ვიძე სახარებას ჩვენ ხედავთ რომ მაცხოვარი ამბობს არ თქვათ რომ მელოდ მისია. ჯვარს მაგარ დასტრაფებული. რომ უბრალოდ რაც უფრო მალე ამ ჭეშმარიტებას გათქვავდნენ, უფრო მალე მოხდებოდა ჯვარცმა. და ხედავთ რომ კაცობრიობის უმრავლესობა მიიღო გადაწყვეტილება რომ მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა. ამიტომ ხა სიხარული მოქონდა მაცხოვარს. სიხარული შეიძლება მოიტანოს თქვათ ბოდიშტაბში დარებაზე და ოხუნჯმაც რომელიც მოძრავ ცირკს დავა. მაგას სიხარული ვიქუს. არა, მაგას გულისხმობ. ის სიხარული რომელიც მაცხოვარს ხო, ის სიხარული რომელიც მაცხოვარს მოხდა, რომელსაც სახარება დაეკვა. ეს არის იმ ადამიანების მიმართ, ვისაც უნდა მაცხოვარი ღმერთი იყოს და დაუბრუნდეს თავისი გაჩენის არსებას. ხო, თავისი გაჩენის არსს დაუბრუნდეს. ამიტომ მე ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ, რომ მაცხოვრის თქვა დაყვანა ადამიანურ სათნოებებამდე არ შეიძლება. გაცილებით მეტია ეს. ეს მოიცავს ადამიანურ სათნოებებს, მაგრამ არის კიდევ შიგ ისეთი რამ, რომელიც შეიძლება ადამიანსაც იმდენად მიუღებელი იყოს, რომ ყველაფერზე უარი თქვა საფრთხეზე. ესეც ხო ვიცი ჩვენ, ეს ხო შედეგია. მაცხოვრის ჯვარცმა ეს არის ჩვენი სიმბოლო და ამ დროს ეს არის ტრაგედია კაცობრიობის. აი რაზეც ეკლესიაში დანიშნულია დიდი მარხვა. საღდგომო მარხვა იყო ამ ტრაგედიის ხსენება. ხო ასეთი უბედურება დაგვიმართა ჩვენ. ამიტომ მე ასე ვფიქრობ, რომ
რადგან ეს უბედურება კაცობრიობას დაემართა და კაცობრიობა თავის ხელით გამოასალმა სიცოცხლე, სიკვდილი მიუსაჯა სიცოცხლეს, ხო? ეს ხო ნიშნავს, ეს ბოროტება ჩვენშია. ეს ბოროტება ჩვენშია. ამ ბოროტების ამოფხვრაზეა ლაპარაკი. და ჩვენ ამას ვერაფრით არ ამოვხვრით, თუ ის ვინც ჯვარზე გავაკარგეთ, იმას ვერ შევიცვლით. აქ ამაზეა ლაპარაკი. ამიტომ ამას ახლა ჭობა უნდა. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია რაღაც დონეზე მოდუნდებოდა, რაღაც დონეზე გასასწრებს დაუშვებდა ღმერთი, გამოაფხიზლებდა. ჯიდა, რამე 1000 რამე ხდებოდა, ხო? ჩემი სახლიდან ვიწყებ უფალი ამბობს საჯეთს, ასე არ წერია, სახლიდან ვიწყებ. რატომ? იმიტომ რომ სახლში ყველაზე მეტად ცოდავი, მიცით ისო, მითის უკვე ანტიქრისტია, თუ რა გასაკეთებს. და ვინც არის ის ღმერთი, უბრალოდ ცოდავია. და ანტიქრისტეს მოსვლაც პირველი კრიტერიუმი ეს არის, რომ ყველას ეცოდინება ქრისტეს, ნაკადაგარ იქნება დედამიწის სახარება და უკვე ქრისტეს უარყოფა ანტიქრისტეობა იქნება და მოუვათ ანტიქრისტე. თავად. გასაგებია, რომ პასუხისმგებლობა დიდია. ამიტომ მე ასეთ რამეს ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეკლესია ღრმად უნდა ვისწავლოთ. აი ღრმად უნდა გავუკეთოთ. მეც ახლა არ ვიცი ღრმად რაღაც საკითხები, მეც ვერ ყვევი რაღაც საკითხებში და მივდივარ წინ. სადამეც გასული ვარ, შემიძლია ვიღაცას უთხრა, რომ აქამდე შემიძლია გაგიყვანო. იმის იქით მეც სხვა უნდა გავიყვანოს. ჭეშმარიტება შეიძლება შემეცნება შინაგანი მუდმივად ქონდეს, მაგრამ გზაზე მე ვერ ვიტყვი, რომ ეხლა სხვა გზას დავადგე და იქ ვიყოვი ჭეშმარიტებას. ეხლა ამის სიმერწმენა არ აქვს. მე მაინც ვფიქრობ, რომ სწორი სარწმუნება განსაზღვრავს სწორ შემეცნებას ქრისტეს. ეს უწყვეტი გზა, ხო, ამ ჭეშმარიტებას. ეს უწყვეტი გზა, ეს მარადიულობისკენ მიდის, ეს გზა და მარადიულობაში ვერ დაუდებს საზღვარს. ვერ იმიტომ დამთავრდა მე მივედი. იმ დღეს როცა იტყვი მივედი და შევიცანი, იმ დღეს დამთავრდა შენი ქრისტიანობა და როცა იტყვი რომ ავასრულებ ქრისტეს ცნებები, იქ თავდება ყველაფერი. ამიტომ მე ვფიქრობ, მივიდივართ იმაზე, რა ქვია, შემაჯამებელი სიტყვაზე, მოდი ახლა მე ესე ვიზამ, რომ დავარგო ამ წელს და ერთ წუთია შემაჯამებელი სიტყვას მოვცემ და მე შეგვიძლია გადავიდეთ არაფორმალურ ფინჯან ყავაზე ყველას გეპატიჟებით, რომ იქ ვისაუბროთ რაღაც ესე ძალიან გამიგზავნა და თუ იქნება სურვილი ვჩებით, ვსაუბრობ. არა ვარ შეზღუდული დროში, როგორც იტყვიან 20 საათიან რეჟიმში შეგვიძლია გავაზრდეთ. არა, ეგრეთ თითო წუთი ისე მას აქვს რა ქვია, დავასრულოთ შემაჯამებელი სიტყვებით და შემდეგში თუ იქნება უკვე მზაობა თუ სურვილი, რაღაც სხვადასხვა თემები, ანუ ვფიქრობ დღესვე ამ ცოტა მერე ან რაღაცა და ისე გავაზრდოთ იმ შეხვედრას. კი ბატონო, უბრალოდ პირველ რიგში იმას გადავწევ სიტყვას და შემაჯამებელი ეცოქიანი მოკლედ ვთქვათ მადლობას მოგცემ ამ ინიციატივისთვის და ერთი რაც მინდა აღნიშნო მაგრამ ამ ხაზი გაუსვა ამ რაღაცაზე თანხმობას და დიდი მნიშვნელობა მიანიჭა და მე ვფიქრობ ჩვენ იმ საშუალებაზე უნდა დავფიქრდეთ როდესაც სიტყვები გვატყუებენ ის გარიგან გასხვებას გვანახებენ რომელიც ჩვენ შორის არის არსებობდეს ანუ როდესაც საუბარია ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რა არის სარწმუნოება, ხომ? თქოს ეს ეგვესვის რა თეორია, მე პრაქტიკა. მაგრამ მე ვფიქრობ, ანუ ასე არ გამოდის, სინამდვილეში ჩვენ ხედავთ ჩვენი რეალური სარწმუნოება არის ის, როგორც ჩვენ ვიცით. და მე ხშირად არ ვიცმე რის სიმწავს, არამედ მე ხშირად როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიმე, მაშინ ვხედავ სინამდვილეში რის სიმწავს ვე. ასე რადიკალური გამიჯნა არსებობს თქვა დოგმატიკა, მე ამ თქვა დოგმატის შენში გახორციელება უნდა მოხდეს, ასე რამაზად ჩვენს გარდან მესმის ჩემი მიდრეკილებაც ასეთი ებუნებრივი, მაგრამ ასეთ რამესთან ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. და ვიცი, მეგონი სულაც იყო და მადლობა. აბა, მაშინ ვისმენთ. მე მიხარია რომ ეს დიალოგის ფორმატში დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ვფიქრობ რომ უფრო გაუმჯობესდება ძალიან ემოციური ადამიანი ვარ ზოგჯერ შეიძლება ჩემი ემოცია ჭარბობდა ჩემს არგუმენტებს და არ გაგიგვირდეთ ზოგადად ქართველები ემოციურია რაც შეეხება ქალბატონ მორუსუდანმა აღნიშნა რომ აი სულ ჭეშმარიტებას რო ფლობთ ამ პოზიციიდან საუბარი არც ისე მართებულია მე ვფიქრობ რომ ჭეშმარიტება ერთია და ის არ შეიძლება იყოს ასე ამიტომ ეს არის დიალოგის საგანი. ხოლო ჩვენ თანასწორები ვართ მიუხედავად იმისა ვართ თუ არა ჭეშმარიტებაში, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი არის ღვთის ხატი. ეს არის საფუძველი იმისა, რომ თანაბარი დიალოგი იყოს
მიუხედავად იმისა, ვინ არის ჭეშმარიტებაში, ვინც დომინირებაში. მაგას არ თუ ასე განიხილება, ამ ჭრილში განიხილება. ეს მინდოდა მეთქვა, რომ დიალოგისაგან ზუსტად ის არის, რომ ჭეშმარიტება ერთი. და ეს ერთი გვარის ჭეშმარიტება გვაერთიანებს. როგორ? ჭეშმარიტება ძიებაში გვამოყავს. ზუსტად. და იმის კი არ გვაერთიანებს. არ გამორიცხავს ერთ. თუ კი გვაერთიანებს თუ ყველანი მიმართ ერთ ჭეშმარიტებას. თუმცა სამ ერთი არ უნდა გავიგებო ამ ერთს რამე ფორმავს რაღაცა სფერო არ გულის და ამაზე რომ ვისაუბროთ თუ შეიძლება. ეს სხვადასხვა წარმოდგენა, ეს რამდენი ხანია ლაპარაკობთ და ლაპარაკობთ აბსოლუტურად არსებურად სხვადასხვა რამეზე. ერთ სახარების გარშემო ეს არის ყველა საოცრება და გვაქვს ჩვენ საოცარი განსხვავებები. ჩვენ ვამბობთ რომ ერთიანობს რომ არის ჭეშმარიტება ერთი და აი ეს პოსტულატები არსებობს ეკლესიაში შეგვიძლია თქვა შემდეგ ცხოვრებაზე გაგაცნოთ და მეორე მხრიდან ისმის რომ ესეთი რამე ჭეშმარიტების აქსიომები არ არსებობს. არ არსებობს უბრალოდ მეორე მხრიდან ეს იყო ხო? თუ არ არსებობს ეს აქსიომები. ამიტომ არსებობს თუ არ არსებობს ეს შეგვიძლია ჩვენ გავარჩიოთ შემდეგში. ანუ მნიშვნელოვანი რამე მოცა ეს არსებობს ძალიან დიდ ბოდიში გიხდი ძალიან ცოტა დროში ძალიან გავიწელით ჩვენ და არა, მომავალ თემაზე. აი, მომავალ თემაზე ჩვენ გვექნება საუბარი აუცილებლად. არა, რატის თვითონ და მე ესა რომ დაავადოთ ის დამიმდინარე რატი გისმენთ ერთი წუთი რომ ანუ მე ისმინდა მეთქვა რომ ჭეშმარიტების ერთი გაზრდომაც არ არის, იმიტომ რომ ვიღაც ადამიანს შეიძლება არსებობს, რომელიც ეკეთებს სახარებას საერთოდ არ წარმოგედა, რომელმა მამამ ვინმე ეს როგორ განმარტა, ეს როგორ მიიღოს ჭეშმარიტებად, მაგრამ ის სახარებით, როგორც ის იგებს მისი განსწავლულობით და აზროვნებით იმას წამს იმის. და შეიძლება ეს სრულად საკმარისი იყოს და ეხლა შეიძლება იყოს თქვა რომ ჩვენ ამას არ ვჭდები ამაში ჭეშმარიტი არ ხარ. თავარი ადამიანი პიროვნულად მიიღოს, ჩემს ეს ამ თავარი ადამიანი გახდეს ჭეშმარიტი. და ეხლა კლასიკურ განსხვავებას რა ვიყავ ხა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ რაღაც ზოგს წვერი აქვს ზოგს რაღაც ანაფორეს ზოგს აქვს ზოგს არა შეიძლება თქვა ამიტომ მოდი გავერთიანეთ რაღაც მაგრამ ეს განალის ცხოვრებები არის მაგრამ ეს არ არის სანამ მნიშვნელოვანი მაგრამ ეს სალაპარაკოდაც არ აქვს კონე სრულად დეტალი არის ძალიან ბევრი თა შეგვიძლია განსხვავოთ ზოგს სკამი აქვს ზოგს არ აქვს მაგრამ ეს არ არის ამან ლაშა გისმენ მე პირველად უდიდესი მადლობა უცხრობთ თქვენს მიხართ რომ ძალიან დიდი ხანია ეს ყო რაღაც პრობლემები ოცნება თქვა ცოტა ისე მაგრამ ძალიან მინდოდა რომ აი ეს რაღაცა ჩატი ხიდი რომ იყო მით უმეტეს ახალგაზრდები ვარ და ჩვენ ვალდებულებით რომ ერთი ქვეყნის შულები ზოგადად და რაღაც ნუ გვაერთიანებდეს ელემენტად რაღაც ურთიერთობა ნუ ვიცნობთ ერთმანეთს რომ დღეს ის პერიოდი რომ დღეს რაღაც საწმენო და ქრისტეს წმენა უკვე რაღაც ცოტა ისეთ მომენტად ითვლება და მინდა რომ რა ვიცი ვიმეგობროთ არა მარტო აქ ისედაც ურთიერთობ და რავი რაღაც საკითხები თუ დაგვაინტერესებს არა მარტო ამ რეჟიმში ქონდეს იმის საშუალება და უნარი რომ თქვა რავი მე თუ დამაინტერესებს შევიმეზო თქვენთან დარაკვა თქვენთან რაღაც მოკითხვა და რაღაც კონკრეტული კითხვის დასმა რომ აი ესე თუ ეს არა მარტო რელიგიურ საკითხებს სხვა საკითხებზე შეგვიძლია მე უბრალოდ მიხარია და თავაზობთ რა ჩვენ მეგობრობას ცენტრო დიდი ხანია ვთილობდით ეს და ეგ მადლობა მინდა კიდე გადავხადო ამ ყოველთვის ორგანიზაციას რომ ამ საშუალებას მოგვიწევს. და მე ვფიქრობ რომ ეს რაღაც დასაწყისი საინტერესო და კარგი მეგობრობის შესაძლებლობა තියෙනවා. დიდი მადლობა ახლა ეს ჩემთან მიცემოხლებას. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავხადო სამართლებრივ საშუალებას მოცემისა და დავითიანი არსებულიყო და დავითიანმა თავისი 8 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ როგორღაც გადადგა ეს ნაბიჯი რომ აი ესეთი რაღაც გავაკეთებინა. ჩემი სიმართლე არ არის ადგილი ამ თემებზე ეს საუბარი რაღაცა თუნდაც წაყვანა, იმიტომ რომ არის ესეთი რაღაცა არ მინდა შევაწყვეტი იქ სასურვო პირია ერთი მხრიდან მეორე მხრიდან რაღაც ნუ არის ესეთი მომენტები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის პირველი ცდელობა იმისა რომ მართლა იმიტომ არ არის ჩვენი ურთიერთობა დებატი, ჭუბი და არა ორი პოზიციები მინდა მოვისმინო და სხვათა შორის მინდა მადლობა გადავხადო ასევე ლაშას, რომელიც ჩვენთან დარბაზში ესწრება, რომელმაც სხვათა შორის აი რაღაც კონტაქტები რაღაც ეს დაგვეხმარა აი ამ ყველაფრის ორგანიზებაში და ბაპტისტურ ევანგელისტურ ეკლესიას დიდ მადლობას ვუხდი რომ აი ძალიან მინდა აღნიშნო განსაკუთრებულად რომ ასეთი უშუალობისთვის ასეთი აი ძალიან
უბრალო დამოკიდებულებისთვის, რომელსაც მე ყველაზე მეტად ვაფასებ, აი ესე გადმოდგა ეს ნამდვილი. მე ეობას მოწმენდთან მიყავი, გადავაჭარე მე მოსმენმა. მიყავი და პირდაპირ რაღაც ისეთი გამოგვიშვეს, რომ აი აბსოლუტურად ემიჯნებია ყველანაირ ადამიანურ ურთიერთობებს სხვა დენომინაციასთან. შედაროს რომ მოდი დიდი ბაბილონის წევრები. ნუ არ შეიძლება ეს მითი გაყოფა და გახდეჭა. იყოფია ხალხი იაჰოვას მოწმეება და დანარჩენება და აი ეს სხვათაშორის უნდა გამიკვირდა, იმიტომ რომ მეც მეგონა რომ სხვაც ასე იყო, სხვა რელიგიები და ეს მითი ჩემ ასე ვთქვათ აზროვნებაში დაინგრა დიდმადლობა ამისთვის. დიდმადლობას გიხდით ორივე მხარეს, რა თქმა უნდა, მოგზაურობისთვის და ახლა გხოთ საერთოდ სამახსოვრებო გადავიდოთ მინდა თქვენთან გავკეთოთ ქრისტიანულ შეძრო ამიკეთ გადავიდოთ და მე გავაგზავნოთ ხავაზე